ბიჭების გაკონტროლება ისედაც არ შეგვიძლია, ახლა კი ამბობთ, რომ არ გინდათ დამლა ლევენტს შეერთოთ. ეს ხომ თქვენი იდეა იყო და არა ჩვენი. და აქ თანხმდით, რადგან არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობა დარღვეულიყო და ჩვენი შვილების კონტროლის საშუალება გქონოდა. თქვენ კი ნარგის ეძახით და ეუბნებით, რომ დამლა ცოლად გაჰყვეს ჰაქან მარტენს. რიзвან. ნუ თუ ასე მოქცევა შეიძლება. მართალია დურსუნ, არ შეიძლება. კარგი, ჩემს ქალიშვილს არ გავათხოვებ. მაგრამ ასიესა და ზუხალისგან სერიოზულ ბოდიშს მოვითხოვ. ასიემ დიდი შეცდომა დაუშვა. თავაზიანად მოიქცა და სიმართლე არ გითხრა, მაგრამ ახლა დროა ერთმანეთთან გულახდილები ვიყოთ. ნესიმ, რას ამბობ? თქვენი ქალიშვილი დამლა იწვა ჩვენს სიძესთან, ფიქრეთთან. რა? შემომხედე? გესმის მაინც რას ამბობ? გესმის რას ამბობ? გმარა დურსუნ, დაჯექი. ეს არც ცილის წამება და არც ჭორია. ეს აღიარებაა. აღიარება. ვისი აღიარება? მაშინ კიდევ ერთ თავაზიანობას გამოვიჩენ. ეს ფიქრეთის აღიარება იყო. ასიე რას ამბობ? წარმოდგენა არ მაქვს დურსუნ. ყველაფერს მეც ახლა ვიგებ. მაგრამ თუ ფიქრეთმა აღიარა, მაშინ სათქმელიც არაფერი მაქვს. ამის შესახებ არაფერი იცოდი არა ნარგის? საიდან უნდა მცოდნოდა ზუხალ? ერთად არ ვლაპარაკობდით იმის შესახებ, ფიქრეთის ცხოვრებაში ვინ იყო? ღმერთო ჩემო. დამლა. მე დავუძახე დამლას მე. მე ვთხოვე წასულიყო და გაეგო ფიქრეთის ცხოვრებაში ვინ გამოჩნდა. ამაში ნარგიზი მართალია. მაშინ არანაირი ტყუილი არ ყოფილა. მაგრამ არ ვიცი მოგვიანებით გაიგო თუ არა. არ ვიცი. ამ გოგოს ჩემი ხელით მომკლავ ნარგიზ. მოდურსუნ. შენი ქალიშვილი ახალგაზრდა, გამოუცდელი, შეცდომა დაუშვა. მისი ბრალი არ არის. დამნაშავე კაცია, რომელიც დადის და გაიძახის, რომ ყველაფერი იცის და შეცდომას არასდროს უშვებს. კაცი, რომელიც ყველას მათ შეცდომებს ახსენებს. ყველაფერში დამნაშავე ფიქრეთია. ის გაიძახდა, რომ ოჯახს არასდროს დაანგრევდა. ყველაფერში ის არის დამნაშავე. და არა, თქვენი საბრალო გოგონა. ლევენტი. ჩემი ბიჭი არასდროს არაფერში დამიცავს, მაგრამ ახლა რა დააშავა? ჩემს ქალიშვილზე აღარაფერს ვამბობ. ხედავთ რა მდგომარეობაში აღმოჩნდა. აშკარაა, რომ ჩვენი შვილების გამო ცუდი პერიოდი გვაქვს, მაგრამ ერთი რამ ვუთხარი. ვუთხარი ფიქრეთ ამისთვის შეგარცხვენ, გაიძულებ ლუკმაპური გენატრებოდეს. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თქვენც თუ ასე მოექცევით. თქვენ აიშეს და ლევენტს, თქვენ კი დამლას და იავუს თავის ადგილს მიუჩენთ. შენ აიშეს და ლევენტს, შენ დამლას და იავუს. იავუზი თუ გაიგებს დამლას არა ცოცხლებს. წამოდი ნარგის, წამოდი. Allah. დურსუნ ლეტომი რეგავს. რა ხდება? დილით საწავიდნენ? როგორც ვიცი, ჩემს მშობლებთან. დიახ. იავუ, სათხარ. Evdeyim. სახლში ცოლთან და ჩემს დასთან ერთად ვსაუზმობ, რა მოხდა? კარგი, სახლიდან ფეხი არ მოიცვალოთ, უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ გასასვლელი ვარ, საქმე მაქვს. არანაირი საქმე არ მაინტერესებს, გითხარი უნდა ვილაპარაკოთ. დამლაც არსად წავიდეს, ოჯახური საქმეა და უნდა მოვაგვაროთ. კარგი, გელოდებით. მერტო ჩემო. რა გითხრა? ვერაფერი გავიგე, თქვა რომ ოჯახური საკითხია და უნდა ვილაპარაკოთ. სასტუმროში თათბირი მაქვს, ასე რომ თათბირი გადადე, მითხრა რომ სახლიდან არ გახვიდე. როგორც ჩანს, რაღაც შენთან დაკავშირებულია. ჩემთან? ალბათ ლევენტთან დაკავშირებით დედას ახალი იდეა მოუვიდა. რამე უნდა ვიცოდე დამლა? არა, რატომ? ისეთი არაფერია. მაშინ კარგი. კარგი, თათბირს გავაუქმებ. მიდი. კარგი.
დიახ, დამლა. ფიქრეთ, მგონი მშობლებმა ჩვენზე გაიგეს. გეფიცები არაფერი მithქვამს. არ ვიცი როგორ გაიგეს, მაგრამ მამა მიაუხსდა ურეკა და უთხრა რომ არსად გავიდე. სასწრაფოდ სახლიდან გამოდი. არ შემიძლია. ძმამ მითხრა რომ არ გავიდე. მაშინ ოთახში ჩაიკეტე და არ გამოხვიდე, უკვე გამოვდივარ. შოთა წავედით. ფიქრეთ ბეი. ამ სიტუაციაში დურსუნის სახლში წასვლა არც ისე კარგი იდეაა. რა უნდა ვქნათ? საშუალება მივცეთ დამლა მოკლა? რაც უნდა იყოს მამამისია. მსგავს არაფერს იზამს. იაუზე რა სიტყვი? იაუზი უკვე პრობლემაა. ასეთ მომენტებში მისთვის ყველა სულ ერთია, მაგრამ თუ თქვენს წინააღმდეგ წამოვა მოგვიწევს ვესროლოთ, ფიქრეთ ბეი. ეს გაითვალისწინეთ. კარგი. თუ საჭირო იქნება ესვრი, მაგრამ ჩემი დის გხმარია და არ მოკლა. ზეინებ, აქ რა საკეთებ, ხომ გითხარი საუზმე მზად არის და წამოდი. ხალილ იბრაჰიმ, მოდი. შენთან დალაპარაკება მინდოდა. გადავიფიქრე, მაგრამ გუშინ რაღაცის გამო ისევ გაბრაზდი და ამიტომ მინდა დაგელაპარაკო. კარგი? რის გამო გაბრაზდი? გთხოვ, არასწორად ნუ გამიგებ. არ ვიჭვიანობ. იმიტომ რომ ძალიან გენდობი. Çünkü sana çok güveniyorum. იმის თქმა მინდა რომ არაბისზე არ ვეჭვიანობ. Ben kıskanmam ben. ანუ? ანუ Yani საუბარია ჯეილანზე. ჯეილანს რას ჭირს? ვფიქრობ შენზეა შეყვარებული. Halil İbrahim. ეს რას ნიშნავს, ზეინებ? შეგიძლია ჯერ მომისმინო. Misin? İlk თავიდან ვფიქრობდი რომ მე და ჩემს ოჯახს ვერ გვიტანდა, რომ ჩემთან ქონდა პრობლემა, problemi var diye düşündüm. მაგრამ საქმე ამაში არ არის. Değilim artık bundan eminim. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ. Sensin Halil İbrahim. ეს შენ გეხება. მაგრამ ზეინებ, ჯეილანი ასეთი გოგო არ არის. Sen რამდენად კარგად იცნობ. და საერთოდ ყველა ერთი მოსაზრების ვართ. ვინ ყველა? ყველა ქალი. ედანურმა თქვა რომ მსგავსი არაფერია და მერვემ რაღაც სხვა თქვა. ფატმამ თქვა რომ მსგავსი რამ შეუძლებელია, მაგრამ ეჭვი მაინც ყველას გაგვიჩნდა. მაგრამ შეიძლება ჩემს მიმართ გარკვეული ინტერესი ქონდეს მადლიერების გამო, მაგრამ ჩემი აზრით უსამართლობა იქნება ეს სიყვარულში ავურიოთ. გინდა თქვა რომ ყველამ პირი შევკარით და ჯეილანს უსამართლოდ ვექცევით? ჩემო საყვარელო, ჩემი არ გჯერა? ჩემი სიტყვების არ გჯერა? რა თქმა უნდა, მჯერა და გენდობი. რა გინდა რომ გავაკეთო, მითხარი? Ceylan მინდა რომ ჯეილანი აქედან წავიდეს. ზეინებ, ამის გაკეთება არ შემიძლია. სახლიდან ვერ გავაგდებ ადამიანს, რომელმაც დაცვა მთხოვა. მეც ვიფიქრე რომ ვერ შეძლებდი. tahmin ediyorum. ამიტომ თუ შენ ვერ ეტყვი რომ წავიდეს, Müsaade et. მაშინ ნება მომეცი მე ვუთხრა. არა საყვარელო, ამის საშუალებას ვერ მოგცემ. მსგავს მდგომარეობაში არ ჩაგაგდებ. მოდი ასე მოიქცევი, ბიძიას დაველაპარაკები. ხომ იცი ყოველთვის ყველაფერს ხვდება. თუ ისიც ისე ფიქრობს როგორც თქვენ, თუ ისიც იგივე სიტყვის რასაც თქვენ, მაშინ ჯეილანისთვის ადგილში არჩევს და ახალ ადგილზე გადავიყვანთ. იმიტომ რომ დავპირდი გაზაფხულამდე აქ იქნებოდა. კარგი, გასაგებია. Dayına ყველაფერზე თანახმავა, რასაც ბიძია იტყვის, o bu ev. რადგან კარგად ხედავს, რაც ამ სახლში ხდება. სევდა, ბევრი ხომ არ მოგივა. არაფერი გიჭამია, გული აგერევა და მე მეტყვი რატომ არ დაგიჯერეო. არა, კარგად ვარ. მაშინ ცოტა დაუჩქაროთ. კარგი, მიდი ფრთხილად. კარგი. Sevda, სევდა, hadi geç içeri. წამოდი ჭამე და მე ისევ გავიდეთ, კარგი? Çıkacağız sonra. საათ. გააკეთე რასაც გეუბნები. Nereye? სად წავიდეთ? Dediğimi yap. kalk. გააკეთე მეთქი. გმადლობ. Hayırdır რა ხდება ჯეილან? Canın sıkkın. გონი ნერვიულო. Öyle gideceğiz. თქვი რომ მიდიხართ, რამე მოხდა? Bir şey mi oldu? Sad Nereye mı dikar? gidiyorsun? Hayırdır?
ოსმან, შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, კეთილი გული გაქვს. O kadar güzel bir kalp. როცა მოვედით ძალიან კარგად გვექცეოდი. მეც და სევდასაც. Geldiğimiz ilk ღმერთი andan beri ამის hep გამო böyle დაგლოცავს. bana o kadar iyi davrandın ki. Allah senden razı olsun. გმადლობ. Allah sizden ღმერთმა razı olsun. დაგლოცოს, მაგრამ რა მოხდა? Ne oldu? Biri kötü mü? ვინმე ცუდად მოგექცა? არა, Yo sağ ol. არა, ყველა ძალიან კარგად მექცევა. Ama ben artık kendim მაგრამ გრძნობ, რომ აქ ზედმეტი vარ. bir de yalnız bir ქუჩაში kadın ცხოვრებაც olmak çok zor. ძნელია მარტო ხელა ქალისთვის. Bakıyorum burada ხედავ, herkes აქ ყველა ayrı. ერთი ოჯახია. Kendime bakıyorum. გული მიგრძნობს, რომ Kalmışım Marto artık Davçebi. ortada. Ya hiç olur mu? ამას რატომ ამბობ, Sen ჯეილა? de bizim bir parçamızsın Ceylan. ჩვენი ნაწილი ხარ. Ama მაგრამ აღარ მინდა ben ნაწილი olmak ვიყო. istemiyorum Osman. მინდა უკვე ვინმესთან ერთი მთლიანი ვიყო. Kızım birileri... მართალია გოგონას რომელიმე თქვენგანის მიმართ გრძნობები აქვს, მაგრამ ვერ მივხვდი შენ ხარო ოგუზი თუ რომელიმე ჩვენი ბიჭებიდან. ხომ იცი ამ საკითხის ბევრი არაფერი გამიგება. თუ ყველა ქალი ერთი აზრისაა, მაშინ ისინი არ ცდებიან. თუ ამაზე ლაპარაკი დაიწყეს, მაშინ ზომების მიღებაც აუცილებელია. Çalmaya başladı mı mutlaka tedbirini alacak. ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ ასეთ სიტუაციაში ზომები როგორ უნდა მივიღო, თუნდაც ისე იყოს, როგორც ამბობენ, ვერაფერს ვეთყვი. Ben söyleyemem dayı. ვერაფერს ვეთყვი ბიძია. Yani ანუ შენ ეთყვი ბიძია. რამეს მოიფიქრებ. დაცვაზე ან სევდა სკოლაზე და სადმე Sevda'nın okulunu bahane სოფელში გადაიყვანე. Kasabada bir yere yerleştireceksin artık. ne zaman ეს საუბარი როდის გაიმართება? დღეს, როცა შესაფერისი დრო იქნება. git Davut'la konuş. ჩემთვის დაუთან მოლაპარაკება უფრო მარტივია. მაგას მე მივხედავ ბიძია, იულის საქმე მე მომამდე. კარგი. გმადლობ. ცოტა მეც მომეცით. გებრიელად მიირთვით. ხვეზელიც აიღეთ. მადლობ. ძალიან გემრიელია. შეგერგოთ. გამომართვი. მადლობ. Afiyet olsun. შეგერგოთ. მოდი ჰალევ, შემოგვიერთდი. მოდი. ზირფასო? როგორ ხარ? კარგად, უკვე ბევრად უკეთ. ედანურ, შენ ხომ ახლა ყველაზე მთავარი გახდი. შენ ადგილზე შავსიას შევადგენდი იმ ადამიანებს, ჩამოვწერდი, ვისაც შემოსვლა ეკრძალება და პირველს ოსმანს ჩავწერდი. Başa da Osman'ı koyardım. რატომ? Çünkü bizim bu იმიტომ რომ მაგ დათმას შეჭამა და დალია ყველაფერი რაც რესტორანში იყო. მზად ვარ ოსმანს ყველაფერი მივცე. ცუდად ვერც თვითონ მომექცევა, უბრალოდ შეჭამა რომ არ გაფუჭებულიყო. Ya tabii kesinlikle. მხოლოდ ამიტომ შეჭამა არა? რა თქმა უნდა. ოსმანი მთელი ამ თვეების განმავლობაში შიმშილობდა. ყოველთვის როცა სადმე მივდივართ, რაღაც ხდება და ჭამას ვერ ასწრებს. პური შეიძლება? ინებე? Bu arada ben მართალია მოვალეობას არ ვასრულებ, მაგრამ გაქვს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ რესტორანი თქვენ გადმოგცათ. şey var mı? არა. Yani yarın öbür gün პოლიციაში თუ წავა და იტყვის, რომ რესტორანი bunlar წაართვით, benim mekanıma çöktüler derse. Keşke öyle bir მეტალ şey წავიდეს. დაუდი ამას თუ იტყვის, მისი საქმე წასულია. Davut da bu yüzden gidip jandarma Kom gesmit? ediyorsa Davut bitmiş demektir zaten. იუსუფ, მართალს ამბობ, მაგრამ მეთაური სხვა რამეს გულისხმობდა. Şimdi bu დაუდი რას იზამს, ცივ წყალს დალევს და გაჩერდება? Su mu içecek? ხალილ იბრაჰიმა მისი ვაჟი ხომ დაითანხმა? ალბათ მამის დათანხმება შეიძლება. babasına da bir şey როგორმე მამასაც დავითანხმებთ, მაგრამ როგორ ეს სიტუაციაზეა დამოკიდებული. გასაგებია. ძალიან მოგეწონა. კიდევ ჯამე. მადლობ დედა. მიირთვი. ძალიან გემრიელია. Eda abi bak senin ედანო, რესტორნის მენიუში დაამატე. მართლა გემრიელია. ახლა ღვეზლის ჭამა მხოლოდ რესტორანში შეგიძლიათ. სემა ამბობს, რომ სახლში აღარ მოვამზადებთ ხოლმე და აღარც უფრას გავშლით. ყველა რესტორანში ისადილებს. Bundan sonra herkes Nasıl ambops? lokantada Mafla? doysun gelsin. მართლა? რა თქმა უნდა. Öyle tabii. საკმარისია. ამდენი სადილის მომზადებით და ჭურჭლის რეცხვით დავიღალეთ, რადგან იქ ამზადებენ სადილზეც მიმიწვიან. როდის მთხოვე და უარი გითხარი? götürmedim ya. ედანო, მე და სემას გვინდა მაგიდა დავჯავშნოთ. ორისთვის. რა თქმა უნდა, ბატონო. რომელ საათზე? Ben ne zaman როდის შემიძლია წავიდე ჰალე? როცა სემა მოისურვებს ძმაო. Allah müsaitsen sen kardeşim. გაიგონე? Duydun mu? დიახ. პური მომაწოდე. როგორც იქნა, სად იყავით? Soru başlı. Neredesin? გმადლობ. სად იყავით, ჩვილო? ჩაი დაისხეთ. Geldim. ახლავე.
Yaptın mı Kaan? ისე უზმე. Hazır herkes რადგან ყველა აქ არის მინდა რაღაც გითხრა ჯეილან. Ceylan'la ilgili söylemek istediklerim var. Derviş dayı. ბიძია müsaade დერვიშ edersen შეიძლება ჯერ ben bir მევთქვა. şey söyleyebilir miyim? Olur. კარგი. Halil İbrahim. ხალილ იბრაჰიმამ სიკეთეს ვერასდროს გადაგიხდი. Bize ailenin, შენს ოჯახში მიგვიღე. dostlarını, dostlarını მეგობრები გაგვაცანი. Sevdada ben de მოგვეცი უფლება ერთმაგიდესთან დამსხდარიყავით. özellikle ben მე და სევდა სათანადო მადლობას ვერასდროს გადაგიხდით. განსაკუთრებით ჩემ გამო, რადგან აქ რომ არ მოვსულიყავი, ამ გრძნობას ვერასდროს განვიცდიდი. bana deseydi ki ჩემთვის რომ ეთქვათ, რომ ვინმეს შეყვარებას შევძლებდი, hem de o kişi თან ეს tertemiz, პატიოსანი, dürüst, მამაცი mert bir და adam ძლიერი კაცი იქნებოდა, inan. არასდროს დავიჯერებდი. Evet. დიახ. Şimdi her şey უპირველეს ყოვლისა მინდა bu güzel sözler. შენი ლამაზი სიტყვებისთვის მადლობა გადაგიხადო. Vallahi ne რა ვთქვა, Allah için ben de მაღალ sana ღმერთსგებიცები შენზე მეც იგივეს ვფიქრობ. Yani ანუ, თუ ნებას მოგცემთ, მე და ოსმანმა გადავწყვიტეთ ოჯახი შევქმნათ. რა? დაიგო, Evet. დიახ. Ulan ne garip ასე უცნაურად რატომ გიყურებთ? Arkadaşlar. მეგობრებო, benim aldınız, ne bu? თითქოს ჩემი სიკვდილის ამბავი შეგატყობინეს. Ulan balınızı არ გიხარიათ, რომ ცოლი მომყავს? sevindik. რა თქმა უნდა გვიხარია ძმაო. შოქში ვართ, შოქში. ცოტა გაგვაუცე ძმაო. რა თქმა უნდა გვიხარია, გილოცავთ. შოქში ვართ, შოქში. მოდი ჩემთან, მოდი. მე შინოდა რომ სიბერეში შენი მოვლა მომიწევდა. Osman abi. ძმაო ოსმან, თათბირის ჩატარებას ვაპირებდით. Karıştırma şimdi. ნუ მახსენებ კარგ ხასიათზე ვარ. რა თათბირი? მალე ქორწილი გვექნება. ესე იგი გამოგვივიდა ოსმან? ზეინებ. ზეინებ. Zeynep. Sen bir şey demiyorsun. არაფერს მეტყვი? ამ სახლში ყველაზე მეტად ბედნიერებას შენი მსახურებ ოსმან. Ay canım kardeşim. ჩემო ძვირფასო დაიგო. სემა, ზეინებისგან მაგალითი აიღე. ჩემი ძვირფასი დაიგოა. ჰალილ, რას ამბობს? რას ამბობს ძმაო? გილოცავ და ეგ მერტმა ბედნიერები გამყოფოთ. გილოცავთ. ჩემი მეჯვარე იქნები. სიამოვნებით. Dayı gel. ბიძია, მოდი ჩემთან, შენ ჩაგეხუტვა. მამა დურსუნდეს დედამ თუ გითხრათ არ დაუჯეროთ. Dzma Fikreti არ უყვარს. ეს იმიტომ გითხრათ რომ ძმამ და იავუსმა იჩხუბონ. რაღაც გითხრეს და მაშინვე დაიჯერე. ახლა კი მე მიყვები. Şimdi gelip bana mı anlatıyorsun bir de? ძმა ფიქრეთზე ვსაუბრობთ. Neden bahsediyoruz? ცოლიანია, შვილები ხავს, ყველა ჩვენგანისთვის მაგალითია და დამლა ჩემი და. Bir de damla yani. თითქოს ამ ქვეყანაზე სხვა ხალი არ არსებობს. Dünyada başka kadın kalmadı. ჩემს Benim დასთან başıma იყო? mı? ვიცოდით რომ ფიქრეთი აიშის ღალატობდა შვილო. სასტუმროს შესახებ გავიგეთ. მაგრამ არ ვიცით ამას დამლასთან რა კავშირი აქვს. მხოლოდ ის გვითხრეს რომ ფიქრეთმა აღიარა. სულ ესაა. ძმა ფიქრეთმა? ფიქრეთმა აღიარა? კარგი, Damla işe. დამლას დაუძახე. იავუს მომისმინე. დამლას თუ რამეს დაუშავებ, არასდროს გაპატიებ. შეიძლება ის სიმართლეა, ან შეიძლება ცილის წამებაც. შეიძლება ამის გაკეთება აიძულეს. არაფერი ვიცით შვილო. სანამ არ გავარკვევთ. თუ ეს სიმართლეა, არც შენ მოგისმენ Ne seni და tanımam არც მამას. ne de babam. ეს გაითვალისწინეთ. Sen uzun უკვე დიდი ხანია მამას აღარ უსმენ, მაგრამ კარგი. Neyse. ჯობს
Asıl git bak da. უკეთესად გაიცნო ადამიანი, რომელსაც უკან დასდევ. ცოტა ხნის წინ გკითხე, რამე ხომ არ უნდა ვიცოდე მეთქი. შენ კი მითხარი რომ არაო. Yok abicim dedim. უკანასკნელად გეკითხები დამლა. უკანასკნელად გეკითხები. რამის თქმა გინდა? Var mı? არა ძმაო. იმიტომ რომ უკვე ყველაფერი იცით. ეს სიმართლეა. რაღაც მოხდა. ბედავს და ამბობს რომ რაღაც მოხდა. რას ნიშნავს მოხდა? ასე არ შეიძლება იაუს. გამიშვი მამა. გაუშვი რომ მომკლას. მიდი მომკალი. არ შეიძლება, ასე არ შეიძლება. აბა როგორ შეიძლება? გაუშვი მომკლას. კი, მაგრამ გამიშვი. Sen hangi? ამ სახლში შემოსვლა როგორ გაბედე? Sık ulan sık. მესროლე. მიდი. Sık. მესროლე. Hadi. მიდი უბრძანე. უკვე ყველაფერი გააკეთეთ, მხოლოდ ჩემი მოკლა დაგრჩათ. უბრძანე, მიდი. ფიქრეთ. მიდი. Hadi. ფიქრეთ. Fikret. ფიქრეთ. ძმაო, Şota. შოთა, İndir silahı. იარაღი დაუშვი. Geç. ძადი. Geç şuraya. დაჯექი და დამშვიდდი. Damla. დამლა. Buraya gel. მოდი ჩემთან. ეძახის კიდეც, გაჩუმდი. Duyduklarım ის რაც გაიგეთ მართალია. ამიტომ დამლას წასაყვანად მოვედი. ისევ იგივე სიმეორებს, გაჩერდი. ეს რას ნიშნავს? Ayşe. მე და აიშე დავშორდით. bu saatten sonra ახლა დამლა იცხოვრებს ჩემთან ერთად, Damla benimle yaşayacak. ჩემს სახლში, Evimde. ჩემთან ერთად. Var mı diyeceğiniz? რამის თქმა გინდათ? Sen დამლა წაიყვანე. და აქედან წადი ფიქრეთ. კარგი? daha მე ვილაპარაკოთ. საყვარელო, ჯეილონს დაუჯერე. თქვენს რომ დაქორწინდებიან, მაგრამ არ უთქვამთ რომ ერთმანეთი უყვართ. უბრალოდ იქორწინებენ. ოსმანი დაღუპა. დაღუპა, იმიტომ რომ აქ დარჩენილიყო. სხვის სახელს თუ იტყოდა, აქ დარჩენას ვერ შეძლებდა. მაგრამ ვერაფერს ვიზამთ ზეინებ. ბიძია დერვიშმა რა თქვა? თქვა რომ ვიღაც ნამდვილად მოსწონს, მაგრამ არ იცის ვინ. როგორც აღმოჩნდა, ეს ოსმანი ყოფილა. ჩემს თავზე არაფერს ვამბობ. ოსმანი მებრალება. უბრალოდ ხელები შეგვიგრა. ოსმანს რას ვეტყვით? რომ არ უყვარს და რაღაც სხვა სჭირდება? რას ვეტყვით? ლეილა მოდის. რა მოხდა? ზეინებ შენი დამოვიდა. დაო, abla ზეინებ, kusura bakma. ბოდიში არ დაგირეკე, უბრალოდ არ ვიცოდი საწავს ულიყავი. მოდი, ეს შენი სახლიცაა. Hoş geldin ablacığım. რა მოხდა? შემოდი. Hoş geldin. რა თქმა უნდა, თუ რამე პირადულზე უნდა ისაუბროთ, მე გავა. Özel bir konu konuşacaksanız ben. დაგტოვებთ. არა, ჯობია დარჩეს, შენს გეხება. რა მოხდა, ლეილა? ძმა ფიქრეთმა აიშეს უღალოდა.
ეს თქვენი პირადი საქმეა, მე წავალ. დამლასთან. Aldatmış. Abi ya. ძმაო, ღმერთო, ასეთ რამეს ვერ იზამდა. დავინახე დამლა მისი ნომრიდან როგორ გამოვიდა, მაგრამ არ მინდოდა ასე მეფიქრა. იავუსმა და ლევენტმა მის შესახებ იციან? Evet ხო, öğrenmiş. გაიგეს. იავუს უნდა და დამლა დაეხჭა, როცა ჩემი ძმა მოვიდა. მან დამლა წაიყვანა და თქვენთან წავიდა. ჩვენთან? Ayşe? აიშემ ბავშვები წაიყვანა და დედა ჩემთან წავიდა. ამის შესახებ როგორ გაიგეს ეს ამბავი, ვინ გაავრცელა? ეს ყველაზე საინტერესოა. როგორც აღმოჩნდა, გუშინ მამაც ილმასთან იყო. ძმას თხოვა მისთვის ხელზე ეკოცნა და დაემუქრა, რომ გაანადგურებდა. Abim de yok deyince. ჩვენმა ძმამ უარი უთხრა და აი, Fikret o evden nasıl sağ მე კი იმაზე ვფიქრობდი, იმ სახლიდან ფიქრეთი ცოცხალი როგორ გამოვიდა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ შეძლო. შემოდით. მოდით, ბავშვებო. დედა, ბაბუარი ზმანთან ცხოვრება არ მინდა. ხედავთ? შვილო, ბაბუა ნესიმიც აქ არის. დედა, მე მამასთან მინდა. მამა წავიდა, შვილო, აღარ არის მორჭა. ბავშვებს როგორ ელაპარაკები? შვილო, მოდით ჩემთან, მოდით. მოდით, საყვარლებო. დეიდა, ბარგისაც წავიღო. ყველაფერი შემოიტანე, შვილო. ღმერთო ჩემო, ბარგი მე უნდა ვზიდო? ბიჭებს ვერ ეტყვით? ხელი გაუშვი და მოდი. მამა შენის გვერდით დაჯექი. ტვირთავი ხომ არ ხარ? დაჯექი. შენი ძმა სად არის, შვილო? ფიქრეთს ელაპარაკა, მერე წავიდა. ოფრესორად, არ ვიცი ახლა სად არის. ბიძიანეს იმ სიყვარულში წააგო, დარწმუნებული ვარ ახლა სათამაშოდ წავიდა. რა უნდა გააკეთოს რა? შენი ქმარი სად არის? რომელი ქმარი, დეიდა? ასე სპეციალურად ამბობ? რა დავაშავე, უბრალოდ ვიკითხე. Suçlu çıkardı. დამნაშავე აქეთ გამომიყვანა. Yani diyorum. ვკითხე, როგორ შეიძლება ჩემთვის ეღალადა. მან კი მითხრა, რომ მეჰმედალის შვილი ჩემ გამომოკვდა. მოკვდეს, მეჰმედალიც მოკვდეს. მისი შვილიც უკან მიყვეს. მისი შვილი ისედაც მოკვდა. მეჰმედალიც მოკვდეს. მაგ მეჰმედალიმ მოიყვანა ჩვენთან ჰალილ იბრაჰიმი. ეგრომ არა ამ პრობლემას ვერ შეგვიქმნიდნენ. მართალი ხარ იზვან. შეთანხმები. მეჰმედალიზე უნდა დავილაპარაკოთ. შეგიძლია მშვიდად იყო, გეგმა მაქვს. ყველა პასუხს აგებს იმისთვის, რაც ჩაიდინა. ფიქრეთზეც ასე ამბობდი, მამა. ამბობდი, რომ ქუჩაში გასვლას ვერ შეძლებდა. მაგრამ არ მგონია იმ ადამიანს გავდეს, ვინც ჩადენილს ნანობს. შვილო, თავი ჯერ ისევ ლიდერი ჰგონია. ფიქრობს, რომ აქვს ძალა, ფული, მაგრამ რეალურად ფიქრეთს მომავალიც არ აქვს. დარწმუნებული იყავით. მამა შენი ამბობს, რომ ფიქრეთი აქ მოვა. შენს ფეხებთან დაეცემა და ბადიებას გთხოვს. მხოლოდ ამის თქმა უნდოდა. მხოლოდ ეს, ხომ ასე არის ვან? Ha, gelebilir. შეიძლება მოვიდეს, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ მე არ ვაპატიებ. ძმაო ლევენტ, ძმაო ლევენტ, ჩვენ კი შენზე ცუდად ვიფიქრეთ, ჩავთვალეთ, რომ სათამაშოდ წახვედი. რა თამაშით ამი რაზბოდა? Fikret ne yapsa beğenirsiniz. როგორ ფიქრობთ, ფიქრეთმა რა გააკეთა? დარწმუნებული ვარ, არ მოგვეწონება, მაგრამ შენ გითხარი. Gitmiş. დამლა წამოიყვანა, ეავუსისგან და სახლში მიიყვანა. Kimin? ვის სახლში მიიყვანა დამლა? ვერ გავიგე. Anlamadım. Senin evine. შენს სახლში. რას ნიშნავს ჩემს სახლში, ლევენტ, ვერ გავიგე. Yavuz. ფიქრეთი მაშინ მივიდა, როცა ეავუზი დამლას დახრჩობას აპირებდა და განაცხადა, რომ დამლას ვერაფერს დააკლებდნენ და რომ მასზე პასუხისმგებელი ახლა ფიქრეთია. დამლას ხელი მოკიდა და Almış. სახლში წაიყვანა. რა იგონე? ფიქრეთ შეხედეთ. Nedim დედა ნედიმი ამას არ დაუშვებს. არ დაუშვებს. ნედავეგ დედა მოგიკვდებოდეს. ნედიმე უნდა მოკვდეს.
ეგ შხამიანი გველი ახლა რას იზამს? დამლას თავარ ადგილს მიანიჭებს. აი ნახავ თუ არა. რიзвანი ხომ დაშორდა ახლა შენს ქმარს აიძულებს გაგშორდეს და შემდეგ დამლაზე დააქორწინებს. აი რა გეგმა ქონია. ფიქრეთ შეხედეთ. Ben ölürüm de Fikret. მოვკვდები, მაგრამ ფიქრეთს არ დავშორდები. ხოჩახ. ამიერიდან დამლა აქ იცხოვრებს. თუ რომელიმე თქვენგანი რამეს ეტყვის ან წერად შეხედავს, მაშინ საქმე ჩემთან გექნებათ. ეს გაითვალისწინეთ. ელიფ, დიახ, ფიქრეთ ბეი. ოთახი მოუმზადეთ. რას ნიშნავს ოთახი, ფიქრეთ ბეი? ამ ეტაპზე ზეინების ოთახში იცხოვრებს, მაგრამ აუცილებელი არ არის სხვებმაც იცოდნენ. თქვენი საუბრეთ. მე ჩემს კაბინეტში ვიქნები. დეიდა, დიახ, საშინლად მშია, რამე გამომიგზავნეთ. კარგი ფიქრეთ. დეიდა ნედიმე, არც კი ვიცი რა გითხრათ. არც ჩვენ ვიცით დამლა. დაჯექიშვილო, შენი მშობლები რას ამბობენ? რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის ძალიან რთულია. ფიქრეთი რომ არ მოსულიყო, ძალიან ცუდი რამ მოხდებოდა. საშინელება. ნედიმე, სარძლოს პირისპირ დაელაბარაკე. მე კი ფიქრეთს რამეს მოვუმზადებ. მე სამოვალ, დაგეხმარები. შენ წააქეზე ასიე. და აი, ორი ბავშვი და ჩემუდნებით დარჩა. სირცხვილი ნედიმეს თავის სახლში როგორ შეუშვა. ნედიმე ხომ გველია, გველის თავი, თავისნაირი იპოვა და მაშინვე მიიღო. და უბრალოდ შორიდან უყურებ დეიდა. ამდენი რამ შემემთხვა და არაფერს იზამ? უბედურება წინასწარ არასდროს გვაფრთხილებს. მოულოდნელად მოდის. ეს აშკარა იყო, როცა შენი ქმარი სასტუმროში დაბინავდა. მაგრამ დაბრმავებული იყავი იმით, რომ გინდოდა პირველი ლედი გამხდარიყავი. დამლამაც დრო არ დაკარგა. რას ვიზამთ? თმას დავაწიწკნი. შენ არაფერს ეტყვი? რას ეტყვი, მინდა ვიცოდე. მე რა უნდა ვუთხრა? ყველა ერთად შეიკრიბა. შენი აზრით იქ ყავის დასალევად შეიკრიბნენ? კარგად დაფიქრდი. იფიქრე. მაშინ რისთვის? ფიქრეთს როგორ დაჟიან, რა იქნება? ფიქრეთმა სასჯელი უკვე მიიღო. სხვა რა უნდა იყოს? მის გვერდით არც იავუზია და არც ლევენტი. აღარც ხალილ იბრაჰიმი ენდობა. მამა შენი კი საქმეს არ მისცემს. ყველაფერი დამთავრდა, რა უნდა იყოს? ნუ თუ ახლა ისევ დაგიბრუნებს. და შენ ფიქრეთ შეურიგდები? რა სიტყვი პირველო ლედი? თუ საქმის გეთების საშუალებას არ მისცემ ილმას, მაშინ დავუჩი არცხვენს. შენც იგივე სიზამ. კარგი, მაგრამ ეს არალეგალურია. თავისუფლად გადაადგილება არ შემიძლია. მეჰმედ-ალის მოკლა პრობლემა არ არის, მაგრამ შემდეგ რა იქნება? ხომალდებს ვინ ჩაუდგება სათავეში, ვინ უხელმძღვანელებს ტვირთს, გადაზიდვას, საერთაშორისო ურთიერთობებს.
იქნებ ჰაკანი. აქამდე მსგავსი საქმიანობის გამოცდილება არ მქონია, მამაც ამის უფლებას არ მაძლევდა. მამა ჩვენთან ვალში, ასე არ არის, რიзвან? ჩემი აზრით საკმარისად იმალებოდი. კარგი იქნება თუ გამოჩნდებითანაც. არ მგონია ეს მოწინააღმდეგე მხარისთვის მნიშვნელოვანი იყოს ილმას. დავუდი და ჰალილ იბრაჰიმი ერთმანეთს გადაემტარდნენ. ჩვენ კი საქმეს მივხედოთ, არა? ასეა? დიახ. მაგრამ დავუდს წილს თუ არ მისცემ, საკუთარი თავის წინააღმდეგ წავალთ. გესმის? პორტს დავუდს მივცემ და საერთაშორისო ურთიერთობებს ჰაკანი უხელმძღვანელებს, არა? და მეჰმედალი? ის მოკვდება. დავუდი ჰალილ იბრაჰიმის წინააღმდეგ წავა. გაანადგურებს და მერე ჩვენ დაველაპარაკებით. ყველაფერი ასე უნდა იყოს. ედანურხანი, ყველაფერი მზადაა, შეგიძლიათ შეამოწმოთ, როცა ინებებთ. კარგი, გმადლობ. ედანურხანი, ყვავილები მზად არის. კარგი, მე ერთად დავალაგოთ, კარგი? რა ლამაზია. ედანურს ასე ბედნიერს პირველად ვხედავ. ჩემი ძმის თემელი სიკვდილის შემდეგ ასეთი ბედნიერია და მიხარია. მადლობ ძმაო. მადლობ. თემელის მერე მართლა ბედნიერს რომ ხედავ. მადლობ. არაფერს. ხო, ჩვენ ჩაგვაბარა. ხო მართლა, ორმაგი ბედნიერება გვაქვს ოსმანისა და იმის გამო რომ დირექტორი გახდა. რა სიტყვით? ოსმან, დამდგარ წყალში მეტი ბაცილებიაო, არა? ჩუმად დაიპარებოდი, არა? ასეა? იცინეთ რამდენიც გინდათ. დღეს განწყობას მაინც ვერ გამიფუჭებთ. ჰალილ იბრაჰიმ, დაუდმა კლიენტებს უთხრა, რომ დაგადილი ვართ, რადგან გლობა გვაქვს. ყველას დავურეკე და ვუთხარი, რომ ხვალიდან გავიხსნებით და ყველას ველოდებით. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგივა. თავარია იმედი არ დაკარგო, არ შეშინდე და არ დანებდე. ადამიანები მიეჩვევიან, თუმცა ამას დრო დასჭირდება. დრო მეც დამჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი გამომივა. გამოგივა, უფროსო, გამოგივა. ნუ ნერვიულობ. ედანურ, რომელიმე თანამშრომელი თუ არ მოგწონს, ახლავე გაუშვი. ახლავე. არა, გუნდი ბედნიერია, რომ წავიდნენ. ჰალილ იბრაჰიმზე ლოცულობენ. კარგი. უთხარი რამე მოამზადონ ედანურ და გაგვიმასპინძლდნენ. აქ რისთვის უსხედვართ? ასე ხომ არ ვიქნებით? დაგინახეს, რომ მოხვედი და უკვე ამზადებენ. მალე მოიტანენ. კარგი, კარგი. ოსმან, მალე სასიძო უნდა იყო, ხომ არ ჯობია ცოტა დაიკლო. ასე არ ფიქრობ? რატომ? გინდა ჰალსტუხი გამიკეთო? ასეთი მოვეწონე, ხომ ასეა? რა თქმა უნდა, ძმაო. ასეთი თვით შეფასება არც მე მაწყენდა. ჰალილ იბრაჰიმ. ბიჭები დავაყენე, მაგრამ დავუდი მოვიდა. პრობლემები არ უნდა, შენთან დალაპარაკება სითხოვს. თქვა რომ მარტო შემოვა. შემოვიდეს. ძმაო იუსუფ, უთხარი გაჩხრიკონ. არა, საჭირო არ არის. კლიენტები არ არიან, რადგან მოვიდა თქვას. მოვიდეს. კარგი, მე მოვიყვან. მეც მოვდივარ, დამინახოს რომ აქ ვარ. მეგობრებო, შეგიძლიათ დავტოვოთ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ჰალილ იბრაჰიმ. ჰალილ იბრაჰიმ, რამე მოგიტანოთ, რადგან მოვიდა რომ მოგილოცოს. თუ მოგვილოცავს, მაშინ მოგიტანე.
ჩემთან საუბარი გინდა? დაბრძანდი გთხოვ. ადამიანები ღირსების გამო ცხოვრობენ. ღირსება ორივეს გვაქვს. შენთან პრობლემა არ მაქვს. არც მქონდა, მაგრამ როგორც კი ჩამოხვედი. როგორც კი ჩამოხვედი, გაანადგურე ყველა, ვისაც ღირსება გააჩნდა. შეიძლება ასეთი სტილი გაქვს, მაგრამ კონკრეტული ოჯახების განადგურებას ვერ შეძლებ. აბა, ჰალელ იბრაჰიმ, ვიომოთ თუ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ? რას ფიქრობ? როგორ გგონია? ეს საკითხი არ უნდა გადავწყვიტოთ? ადამიანები ღირსების და სიამაყის გამო ცხოვრობენ. ზოგიერთი ადამიანი იპარავს, ანადგურებს და ითვისებს. მე პრობლემა სწორედ მათთან მაქვს. მათ ვანადგურებ. და დიახ, ეს ჩემი სტილია. ვიომოთ თუ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ? ომი შენ დაიწყე. მე ყოველთვის მეგობრობა მინდოდა, მაგრამ შენმა ძმამ, შემდეგ კი შენმა ვაჟმა მის საშუალება არ მოგცა. გუშინ შენი შვილი არ მოვკალი და გამოგიგზავნე. ეს კი შერიგებისკენ, ჩემთვის შერიგებისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია. აქ მოხვედი, ესეც ნაბიჯია. თუ გინდა ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ, მაშინ ილმასთან და რიзвან ლეტოსთან ურთიერთობას შეწყვეტ. ჩემს მტრებთან კავშირში აღარ იქნები. და მაშინ შეგვიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ხომ მკითხე? ვიომოთ თუ ვიმეგობროთო? ასე რომ გადაწყვიტე. ილმასთან და რიзвან ლეტოსთან შენი ურთიერთობა უნდა გაწყვიტო. როგორი მეგობარი იქნები თუ ჩემს მტრებთან კავშირი გექნება? დაფიქრდი. ჰალელ იბრაჰიმ, აქ იმიტომ არ მოვსულ ვარ, რომ შენგან ნებართვა ავიღო. ჩემი კავშირები არ გეკითხება. რესტორანი წამართვი. არ ვაპირებ ვიბრძოლო და უკან დავიბრუნო. მე გავანადგურებ მათ, ვინც ეს გააკეთა. გინდა თუ არა, მე მაინც გავანადგურებ. მინდა ეს იცოდე. დავუდ, მე აქ ვარ. თუ გინდოდა ჯერ კიდევ გუშინ გამანადგურებდი. თუ გინდა ხელი ჩამოვართვათ, მოგიწევს მსხვერპლი გაიღო, ან მთელ შენს გვარს გავანადგურებ. მინდა კარგად დაფიქრდე. მაშინ ომი იქნება. ასეა? იცოდე, რომ ყველა ერთმანეთს გაანადგურებს.
Senin lafın. ჩემი ბოლო სიტყვა. Senin თუ ადგილი, რომელიც წამართვი, შენია, benim მაშინ ჩემი იქნება ის ადგილი, რომელსაც მე წაგართმევ. İlk yanlış. პირველივე შეცდომის დაშვებისას Bu sefer გაგანადგურებ. sana çökerim. Adımın ეს გაითვალისწინე, დავთ. Davut. Ali İbrahim. ჰალილ იბრაჰიმ, რას ამბობს? რის წართმევას ეცდება? რა იგულისხმა? Biz daha bunun yeni kırktan. ვერ გავიგე. Neyi kastediyor? მიხვდი რამეს? İşlerimizi... ჩვენი საქმე ძმაო. Şirketin yanına ფიქრეთთან მივდივარ. dayıma söyle. ბიძიას უთხარი, რომ მეჰმედ ალიც იქ გამოგზავნოს. ძალიან სასწრაფოა. Alo dayı. ალო, ბიძია, სათხარ? Ne o? რა მოხდა? Sen de mi yüzün? მოხვედი, რომ შენც სახეში შემაფურთხო? ფიქრეთ ლეტოც ადამიანია. Onun da შეცდომების დაშვების უფლება მასაც აქვს. Her şeyi... ყველაფერი გავანადგურე, ზეინებ. sen de ჯერ უმნიშვნელო შეცდომებით უნდა დაგეწყო. მაშინ ხალხი შოკში არ იქნებოდა. bu kadar şok olmazdı. Küçük უმნიშვნელო kendini... ქორწილიდან მოგიტაცეს. შემდეგ მოულოდნელად გათხოვდი პირდაპირ გამგზავრებამდე. ეს უმნიშვნელოა? Evet abi benim ama ხო ძმაო, მაგრამ უმნიშვნელო შეცდომებიდან დავიწყე. ხომ ასეა? Ben kimseye... მისაჩვევი არც არავინაა. გარშემო არავინ დამრჩა. ben varım. მე დავრჩი. Kocam var. ჩემი ქმარი. Biz seni შენ გვერდით ვართ. იცი, გვიყვარს ის ადამიანები, ვინც თავის შეცდომებს აღიარებენ. Sağ olun be. მადლობ. Peki კარგი. bu damla დამლა სახლში რატომ მოიყვანე? Ne yapsın? სხვა რა დამრჩენოდა ჩემო ლამაზო. შენი აზრით მას აცოცხლებდნენ? iyi yapmışsın. კარგად მოიქეცი. Benim odama yer. კარგია რომ ჩემს ოთახში მოათავსე. Bütün bu olan ეს ყველაფერი რიზმან ლეტოს სასჯელია, არა? O kadar. ხო, მაგრამ ამაზე არ შეჭერდება. Sonra... საინტერესოა შემდეგ რა იქნება. Bu arada... ხო მართლა, შენმა ქმარმა, რომელიც დაუთან წავიდა, Davut'un mekanı... რესტორანი zaartva? Davut'un mekanına mı? მართლა ასეა? Serkan'la anlaştık. მითხრა რომ სერქანთან მოაგვარა. Siz bundan çok თქვენ საუბარს თანდათან მეც ben de მეჩვევი. yeni alışıyorum sizin jargonunuza. Senin bu იცი შენს ქმარში რა მიყვარს? Neymiş? რა? სიკვდილისკენ მიისწრაფის, მაგრამ სიცოცხლეზეა მიჯაჭვული. kadar bağlı bir adam ben öyle ასეთი ჯერ არავინ მინახავს. რაშია მისი პრობლემა? kalkmaya çalışıyorlar. რის მიღწევას ცდილობს? Peki იცი მასში ყველაზე ძალიან რა მიყვარს? abi? რა? Ona dair მასე მხოლოდ ის ვიცი რომ ვუყვარ ვარ. bilmiyorum. და სხვა არც არაფერი მაინტერესებს. Bu arada ხო, მართლა, თუ შენთვის საინტერესოა, დავუდი მასთან უნდა მისულიყო, შემდეგ კი შენთან მოვა.
Fikret'in yanına uğrarım dedi. Gelsin buyursun. რა თქმა უნდა, მოვიდეს. Sen nereye? სადმე დიხარ? დამლას დაველაპარაკები ის ხომ ჩემს ოთახშია. Kıza çok... არ ეჭხუბო ზეინებ. Bakacağım. ვნახოთ ძმაო. Ablacığım. დაო, Canım. საყვარელო. შენც აქ ხარ ზეინებ. Seni görmeye შენ geldim. სანახავად მოვედი. Umarım bu gözyaşları... იმედი მაქვს რამე მნიშვნელოვანს მეტყვი. Abla, დაო, olayların başlangıcı... ყველაფერი სხვაგვარადაა. Ne gibi? მაგალითად, Hakan Marten. ჰაკან მარტენმა დამლა აქ სპეციალურად ჩამოიყვანა Konu öyle და başladı. ყველაფერი ასე დაიწყო. Başka bir mevzu. ძმა ფიქრეთი დამნაშავე არ არის. ჩემი ბრალია. Hakan'ın bana yaptığı iyi სამწუხაროდ ვერავის ვენდებოდი. düşünüyordum ve maalesef ფიქრეთის გარდა başka güvenebileceğim biri yoktu. გამოდის რომ გავანადგურე. Herkes kendini... საკუთარი თავი ყველამ თვითონ გაანადგურა. Hazır biz bize... მომიყევი ჰაკან მარტენმა რა ჩაიდინა.